დღეს Prime House-ში ნახავთ. Darwin Rolls-Royce-ში, Dalmar Bugatti-ში. ძელი მთაწმინდა ჩვენ გვიყურებს სამარცხინოები. ქნება ჩემ კალავებში ჩაგაგადოა. Ფაიმე. ვისვლი ყველაზე ძლიერ კონკურენტად? გულწრფელად. ჩემთვის უფრო ალბათ არის ანი. ხო, რა გითხარ დავიშალოთ ხო? კესო მე გამამიყენდა და მიმაგდ მართლა გითხრა. აი მე ესო! ბოროტების მანქანა. შენ გიორგი. ჰა? შენ. აი მე ხა ცუდად გავხდები. ეს ვინ არის მეოჯახე? ესე რომ დაგეწყო თავიდან პროექტი ხო დარჩებოდი? ესე დავიწყე სხვათა შორის ყველაზე პირველი მე ვდგებოდი. ნუ იგონე. აი მე გიორგი გადახვიეთ კადრები ხალხო. შენ ესე დაგეწყო ეს პროექტი გათხოვილი იქნებოდი. მე მაინც შავი ვარ ხო მამას ახლიქი ვარ მაინც. აუ. მაინც გადავხედავ ხოლმე ხარისხს. დგები დილით მესმის სამზარეულოს ნიჟარაში წყლის ხმა ვიყურები კიბიდან და რას ხედავ კესო აქტიურად ალაგებს რეცხავს ყველაფერს აწკრიალებს ონც ვერ ვიგებ რატო აკეთებს ამ ყოველივეს ყავს გოგონა არის მეოჯახე კარგად რეცხავს კარგად ალაგებს ცოტათი ქერა მაგრამ კეთილი ქერა არის უყვარს ცხოველები უყვარს ადამიანები უყვარს ცოტა ძალებას რა თქვი ამას რაც გაცვია ბადე რა მაცვია? მსგავსი ბადე კი გქონდა აქ. მსგავსი ბადე და კი ვიცით რითი დაასულა. მსგავსი აცვია ამასაც. მსგავსი არა. რაღაცა არის. ძალიან დიდი მადლობა კესოს რომ შემიმსუბუქა საქმე. მიუხედავად იმისა რომ არ ვარ მონაწილე ამ პროექტში, მაინც გადავწყვიტე რომ დამელაგებინა მომეწესრიგებინა სახლი. ჩამოდის გიორგი მეხმარება რაღაცეებში, ახლა ყავს მიმზადებს. რისთვისაც მადლობა გიორგი შენ. კი, ერთი კოვსი. პირველად ხდება ხალხო ესეთი რამ პროექტში, აი ამდენი 3 თვე ამ პროექტში რომ მონაწილე დგება ჩემზე ადრე და ალაგებს სახლს ისე როგორც ვალაგებ მე და დასაფასებელია და ეხლა რო არ გაუკეთო ხავა და ჩვენი კოფის და ხავა რომლითაც უფრო მეტი ენერგიით იქნება კესო და მეშინია უკვე ეზოსი არ გადავიდეს და ბალახი არ მოტივდება მოჭრას თუ რაღაცა და დაალაგოს 2 მაქვს გიკეთებ კესო აუ წყალი გაურიე რა გია კესოს პროექტში დაბრუნება ჩემთვის არის ანჩორლებრივი რამ ერთ-ერთი რიგითი მონაწილე დროებით დაბრუნდა ჩვენ სახლში ხიარული ცოტათი გადარეული თავისი რაღაცა უფოფებით და ახალი ქუსლიანი ფეხსაცმელებით, იმიტომ რომ ის ყავისფერები დაეხა. როგორც ჩანს მართალი ყოფილა, როდესაც გიორგი ამბობს, რომ სახლში მხოლოდ ის ალაგებს და სხვა არავინ, იმიტომ რომ ჩამოვედი, ჭურჭელი დამხვდა გასარეცხი, მაგი და გადასაწმენდი და ყველაფერი მოვაწესრიგე მე. დილამშვიდობისა მეგობრებო, ავტექი მოვედი დილას უმაგრესი ამინდია, დამხვდა დალაგებული და წკრიალებული, იმიტომ რომ გუშინ დალაგებული დავტოვე და დარეცხილი ყველაფერი.
და ეხლა გეგმავ რომ ცოტა ხანი გავირუჯო და შემდეგ ავოკადოს ტოსტერი გავაკეთო ტრადიციულად რა თქმა უნდა. ჩვენ და გასაკვირად კესო გაიღვიძა პირველმა ძალიან ადრე და დაულაგებია კიდეც რაღაცები. ყოჩა კესო 10 ქულა შენ ჩემგან. კესო არ ვიცი ამას რატო აკეთებს, თუმცა ვარიანტები მაქვს. შეიძლება ყოველივეს გიორგის ყურადღების მისაქცევად აკეთებდეს, რატომაც არა, ეხლა მისი ყოფილია მაინც და იქნებ ყოფილის დაბრუნება სურს, არავინ არ იცის ეს. გიორგი. ეშვები. რავი, აი. როგორი კარგი დამხმარე ავიყვანეთ სახში. დავით გუშინ დავაწყრიალე ყველაფერი და ისე დავწევინა. მეგონი კესომ დილით ძალი დასვარა ყველაფერი. რომ მე კამერები რომ მოვიდო და ის დასვავებინა თუ დაერეცხა. ესე იგი, კესოს მოსვლა რაღაცნაირად გაგვისუფთავა სახლი. ლიზის მოსვლამაც კარგად გაასუფთავა, მაგრამ კესომ დაამატა. ჩემი და გიორგის რუტინა შეიცვალა და დღეიდან არის კესოს და გიოს რუტინა. მაგრამ ციფრი მე იხარჯა უკვე გიორგისთან ერთად რუტინა არ გადამიღია. ვის თვლი ყველაზე ძლიერ კონკურენტად? გულწრფელად, ოკეი? გულწრფელად ძლიერი კონკურენტი ჩემთვის უფრო ალბათ არის ანი. კი, მეც ესე მგონი. ხო, როგორ ანი არის ძლიერი კონკურენტი. და რატო? ანი უყვარს ხალხს, პატრიკიც უყვარს ხალხს, მაგრამ ანიც რაღაცა ისე დაუდგა თავისი ძიმე რაღაცა ცხოვრების გზებით და რაღაცებით უფრო მეტად ფიქრობ რომ ანისაც გულწრფელი ემოცია აქვს. ხო, მაგიტომ ვიძახი, გულწრფელია, ალალია, ხო არის ბოლო ეს SMS-ებით გადაწყვეტილებებს და იქ ჩანს რომ ანი ძლიერი მოთამაშეა. კი, ნამდვილად, მეც ესე მგონი. წარმოიდგენდი რომ ნახევარფინალში მე შემოვიდოდი. საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, ვინმე თუ შემოვიდოდა ესე ძველი მონაწილე. სხვათა შორის მეც. თავიდან როდესაც გვითხრეს რომ აი მონაწილე უნდა შემოვიდეს თუ რაღაცა და აი ახლა ნახეთ და რაღაცა ვიფიქრე ყველაზე ცუდი ვარიანტი, კარგი არ მიფიქრიო. ვიფიქრე შემოვა კეთვი, რომელიც გულის სიღრმეში მყარობს სიგიჟემდე, მაგრამ ამას ვერ გამოხატავს და აგრესიით გამოხატავს. მეგონა მაზანა, რომელიც ისევ ჩემს უკან დადგებოდა მთელი პროექტის რომელსაც იგივე ემოცია აქვს. ბოლომდე, ხო, მაზანასაც იგივე. სიყვარულით გიკეთებდნენ ხო ყველაფერს? ხო და ვიფიქრე ეს ორი ადამიანი თუ შემოვა, აი ეს ბოლო ორი კვირა იქნება, ნუ შენ სიყვარულით მიკეთებდი ხო ყველაფერს? ყველაფერს ვაკეთებდი სიყვარულით. ხო. გიორგი მოგენატრე? რო გითხრა ხა შენ. კი თქვი. შენზე ფიქრი მეცინა. არ ვიძინებ. არა. რას ქვია არა? იქიდან გამომდინარე რომ გიორგის Prime House-ის პირველი სიყვარული ვარ. შეიძლება ითქვას, რომ ჩემ გულში მაინც არის მისი ადგილი. ესო მეღადავება სხვადასხვა გზებით მკბენს ოკეი, ნუ ხარა დრამა კვინი რა. მიდი დაგლიჯე რა ეცი რა. ჩემი ბრალია, ყველაფერი. არ დამღა. სემენ, ვირტყავე. არ არის პრობლემა. ეს მისი საქმეა და არც ვაპირებ წყობიდან გამოსვლას და არც ყურადღების მიქცევას. თორე რა, თორე რა. ლიზი, ეცი რა დაგლიჯე, ხალი არა ხარ დაგლიჯე რა. დაგლიჯე, მიდი ეცი დაგლიჯე. თორე რა. როგორ მეძარება აქედან რა მე ვესწრო, ეხლა და აქ ჩამოხწე მაუზზე პირდაპირ. რა მარტივია შენი გაბრაზება, ჯორჯ. რო კითხო, ჩემთან მეგობრობის გამო შემოვიდა და რაც შემოსულეს უდამცინის. გიორგი, ხო იცი სიყვარულით ვაკეთებ ამ ყველაფერს, როგორც სიყვარულით აკეთებდი. წავედი, უნდა შევცურო. შეაფთხილად შოკ ღრმათ არ გაცურო გეხოცები. მეშინე მე ვერ გადაგაჭ. თორე რა, რო ღრმათ გავცურო. ვერ გადაგაჭ. ლიდი დავიგლიჯე, ლიზი. როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი შენთვის? სამსახური უნდა კონდეს. მეტრა 70. შენთვის ქალი უნდა იყოს დამოუკიდებელი. ბოლო სიტყვა მისი უნდა იყოს. შემდგარი უნდა იყოს. იგივე ზამო. თავის თავში დარწმუნებული უნდა იყოს. ძლიერი უნდა იყოს. ვიზუალი?
ვიზუალს რავი ხა ესე არა აქვს მნიშვნელობა, არ მაქვს კრიტერიუმები ამ ფერის თმით უნდა იყოს და იმ ფერი. ანუ სულ ერთია. სულ ერთი არა, უბრალოდ ვიზუალს რავი უნდა მომეწონოს, რავი. ხო. სულიერი სამყარო უნდა კონდეს ძალიან მაგარი. დუ, დაკ, დაკ, სამ, სი, ზე, ნი, ნა, დი. დაწვა ზოგადიჯებო ეს. სუაუშვი ამას. მეც როგორ კაცები მომწონს? არა. მოკლედ, არ უნდა იყოს გიორგინას ღაიდე. კითხავ ვინმე რომ მაინტერესებს. მე არ მაინტერესებს, შენ რა გაინტერესებს, მაგრამ მე უნდა მეთქვა გია. ძალიან დამღალა, გაიყვანოს რა. რამე თქვა მოაბი ჩაახჩეთ. იუმორის მამა, სარკაზმის მამა. კამერა. გუშინ რამე არ მეძინებოდა. ავდექი, სკამი მოვიტანე, ჭიქეს წყალი ავავსე. დავიწყე ხატვა კედელზე. ჯერ თავიდან ხატავდი ფრთას. მერე რო არ გამომივიდა, გადავედი დავხატე ყვავილი. მერე ყვავილიც რო არ გამოვიდა მთლიანად, მე კი გულით შევავსებ თქო და შევავსე გულით. მერე გარშემო წერტილები და უსვი და რავი, გავატარე ესე გულთან ერთად მთელი საღამო. იასამისფერი გულთან ერთად. გამოვიდა. მოგწონთ? ხოლომაზი გულია. მოდი სავსე მთვარეობა არის 13 რიცხვში. ეს არის ის მომენტი, როცა მოვდიან და რაღაცნაირად მინდა რომ არ დავიძინო. ღამე რომ მე ისე არ გავხდე რაღაცნაირი აგდების და დაცინვის მომენტი არ ჩამიდგეს, იმიტომ რომ არ არის ეს კარგი. არ მსიამოვნებს რომ ჩემს თვარეულ ხასიათზე რაღაცებს რომ მეუნებიან, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი ხელიდან არ მოდის. ახალი ვისაჭარო. ახალი. გიორგი შენს პაროდიას აკეთებენ. არა. აი ესე იგი გიორგი იყო გუშინ ცუდ ხასიათზე. უტირია კიდეც როგორც გავიკიო შემდეგ უკვე. და კესო დღეს ნერვებს უშლის. როგორ შეიძლება ეხა ესე, ჰა? აუსთავს ვართ სამი გოგო გიორგის ყოფილები და მზეს ვეფიცხებით. მოდი ახლოს ცოტა. გიოს ყოფილები გავეშლიანე. მე ნუ მიწოდებ გიოს ყოფილს, მე არ ყოფილ ვარ გიოს ყოფილი. მე არც ერთი დღე არ ვარ. მე ვარ დამოუკიდებელი, ინდეპენდენტ. არ ვიცი რატო დამაწყვილეს გიორგისთან რაღაც პერიოდში. რეალურად არ ყოფილა არაფერი, თუმცა anyway. არ ვიცი, როდის მე გავხდე გიორგის ყოფილი, მე გიორგისთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია. სხვანაირი, მე და გიორგი ყოველთვის ვიყავით მხოლოდ მეგობრები. ჰარამხანა სულთან სულეიმან გიორგი. გიორგი, გავიკნოდი. გიორგი, მაინც ვერ გავიგე, რომელი დღე ვარ. ალალა. არ უშლი ნერვებს, მე ხუმრები ვართავ რეალურად. ჩამოვიდა, გიორგის მოვიდა, გიორგი. ვარდები და რა. დავი დამანებით ხალხო მე და მე ჩემთვის. კი არის დრამა კვინი რა, ყველაფერს სერიოზულად აღიქვამს. ან მარტო გონია რომ გიჟდები. King, Dura, King. King არის, King მეფე. ნუ კაი, გასაგებია რომ კესოსთანაც რაღაც ქონდა, ჩემთანაც რაღაც ქიმია ქონდა. მაგრამ მურჩა დაიმსხვრა, აფეთქდა ლაბორატორია აღარ არის, არა უშავს. დრამა მეფე. გიო ჯაკოში გელოდები. და ლიზა ზაქარი. ანიც ჩამოვა. ალბათ ვებრანჭები. გიორგი პრაიმ ჰაუსის კაზანოვა. როგორ ვუმკურნალოთ კესოს. იგნი დამისველდა, და მიკროფონი მიკეთი არ შეიძლება. საყვარელი. მაგრამ თავს ბედნიერად უნდა გრძნობდეს ამდენ ლამას ქალში ჩემი აზრით. არ მეშრება ნერვები იქიდან გამომდინარე, რომ
კესო ეგეთია, ეხლა კესოს ხვანერი ვერ წარმოგვიდგენია ჩვენ და მოკლედ ესია ცხოვრება, რაღაც უნდა გაუძლო, უნდა მოითმინო, უნდა მოუთმინო და არ აყვე რაღაცა იმ პროვოკაციებს. გოგოებმა კიდე კაცს მიღმა ისე დასხდნენ ხოლმე და დილის 6 საათისკენ იჭორაონ გიორგი ნაზღაიძეზე. რო ვერ დაასრულეს ჭორაობა გიორგი ნაზღაიძეზე. რა კატასტროფა. მე გიოს არც ვიცნობდი. და გიოსთან მქონდა ორდღიანი ურთიერთობა რა. მე რო დაიწყო ისა ფული აიღეო თუ რაღაცა ამაზეო. აი აქ უკვე wait, ერთი გიომ დამკერა და მე მაგის მაკაცი დამკერავდა რა. თქვენ რამე ვილაპარაკეთ? იმიტომ რომ კითხვა იყო დასმული ესეთი. რა კითხვა იყო? ბენენ ამ მოიწია ქედა გეტყვი. ჯვარიმა კასეტანია. ამ კლოუნადაში ვერ ჩავერთვები. გოგოებმა გადაწყვიტეს მორიგი ჭორაობა მოეწყოთ ჩემზე, რომელი ვიდეოებიც ნახე, იმიტომ ყველგან აუტვირთია მაყურებელს ინტერნეტში. არ ვჭორაობდი. ანუ თუ რამე ვთქვი, კამერების წინ ვთქვი. ჩემი აზრით გიორგი იმაზე ბრაზდება, რომ მე და კესო ერთად ვჭობდით. მან ბევრ რამე ხო და ვილაპარაკე. რაზე ვლაპარაკობდი ზუსტად, აი მაინტერესებს რაზე იყო კითხვა დასმული. მე რავი, რადგან მეკითხები, ესე იგი რაღაცა. ანუ მეც კითხვა მოვისმინე რა ზუსტად. ბევრ რაღაცაზე ჩვენ ანუ საუბრობთ. მე და შენ გიორგი ნაზღაიძეზე რამე ვისაუბრეთ? რომ გვესაუბრა რა? ერთი წუთი მაგას არ გეკითხები. ეყოვე ეშინია რამე ისმენა აქაკიდებული რომ ვერ გამიჩალი ჩვენო თუ რაზე ნერვიულობს. ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ, თქო მთელი დღე შენთან ვიყავ, ადამიანო და პირადად გიორგი ნაზღაიძეზე თქო. ისიც მაგიდა. რა საუბრობ. მე მგონია რომ გიორგი არ უნდა ბრაზდებოდეს. პირიქით მე უნდა ბრაზდებოდი, მგონი რატო ბრაზდება გიორგი ვერ ხვდები. მე მაინც ვფიქრობ იმას, რომ პროექტის ბოლოა და ყველანი უნდა ვიყოთ ერთად, მეგობრულები და ერთმანეთზე ზურგს უკან აღარ უნდა ვისაუბროთ. სამ ადამიანს გეუბნები. და შენ ანაწილებთ ერთს Mary, ანუ ვისაც გაყვებოდი ცოლად. ვინც fuck და ვინც kill. ანუ იგივე ფაქის მაგურად kiss იყოს. პიო ეს არის ნაზღო. ბაზანა. და ოკეი. that okay kill for sure. Georgis Mary ალბათ. და Mazana's kiss. შემდეგი trio baby. მიდეო. ესე იგი. ტატოჯი. ავთო. და როიალი. ტატოჯი Mary. პირდაპირ. ხო, kiss royal და kill south. ბაზანა, ტატოჯი და გიორგი. და ხარა უნდა ვქნა. ვინმე უნდა მოკლა, ვინმეს უნდა გაყვეცოლოთ და ვინმეს უნდა აკოცო. მოკლა არ მინდა არავისი. ოიე. ანუ კეთილი გოგო. მაგრამ მე შემიძლია სხვა რამე ვთქვა, ანუ აი მოკლეს მცემა ქენი. კატო ჯის ვცემნი. რატო? რა ვიცი. კაი. ოღონდ ახლა რა. კაი, ვის გაყვებოდი ცოლად? გიორგის. მაზანას. მაზანას ვიყვები ცოლად და გიორგის კოცნი. გიორგის სხვა კოცი ხალხო. ხოდა მაგიტო ასე თქვა. მოკლედ, სულ ცოტა დამრჩა და მოვრჩები კითხებას. აი, კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ვიღებთ პურს, ვადებთ ყველის ფირფიტას, ზევიდან დავადნობთ სამ ყველს. შემდეგ ვადებთ აი ამ მასას, ავოკადოს მასას, რომელიც ძალიან გემრიელია. აი ეს. And წვავთ კვერცხს, ისე რომ იყოს გული თოხლო. მიცადეთ, ახლა განახებთ როგორ ავაწყობ ამ ყოველივეს. ლიზა გვიკეთებს ავოკადოს ტოსტებს. მე პირველად ვსინჯავ, იმიტომ რომ ხშირად მსმენია, რომ ძალიან გემრიელია. ძალიან დიდი ხანია, ბავშვებს არ უჭამიეთ. ჩემი საფირმო ავოკადოს ტოსტი. მოვედი გოგო ever. აუცილებლად შენ ხო გიყვარს ჩემი ავოკადოს ტოსტი. მადლობა ლიზა შენ. თუ როგორია? ხოი ჩამოხვალ თუ აქ შეჭამთ. პატრის
აქვს ავოკადოს ტოსტები, მაგრამ მაინც არ ეღვიძებათ პატრიკს და როიალს. პატრისია გაიღვიძე და ჭამე ტოსტი. გაცივდება. ვერ გავაღვიძე, თუმცა იმედია სურნელზე მაინც გაეღვიძებათ და გამოფხიზლდებიან. ლიზის ძლიერი მხარე არის ამძარელოში ტრიალი. ხო გემრიალად აკეთებს, სუფთად აკეთებს, მე ყველაფერს რეცხავს, მოგეთ. ბრავო ლიზი, ბრავო. ხელები ამწევია. გემრიელესი იყო ლიზის ავოკადოს ტოსტები, მარცვლები არიან ბიჭები და გოგოები, რო აქებდნენ და დიდებდნენ მის ტოსტებს. გემრიელი ტოსტია. ამას სახელი დავარქვათ. ლის ტოსტა. ეს არის წერილები, არის ციხიდან გამოგზავნილი წერილები, რაც ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. გამომიგზავნეს წერილები, ერთი არის მერვე დაწესებულება ციხის, მეორე არის ბათუმის ციხიდან. ორი ფურცელია. ყველაზე ძლიერი ხარ, ჭკვიანი, სიმპათიური და უნდა მოიშორონ ძლიერი. არც ხალხი გაგიშვებს, არც ჟიური, იმიტომ რომ კაი ტიპი ხარ. მოკითხვა ანას, კარგი ადამიანია. ეს წერილები არის ჩემთვის ემოციური. არის ცრემლებამდე ემოციური, უბრალოდ თავს ვიკავებ, იმიტომ რომ მე ისევ რაღაცები კუდები არ მოაბას ხალხმა, რომ ვითომ კამერაში ტირის რაღაცის გამო. არის მეორე წერილი. სალამი დიადო ადამიანო, როგორ ხარ? წერის დროს რაც მეფიქრება, იმას ვწერ. ასე რომ მამაცო, მინდა ჩემი გულწრფელი თანადგომა გამოვხატო შენს მიმართ. იმის თქმა შემილია, რომ მე და შენ ერთმანეთს ვიცნობთ 2011 წლის ზაფხულიდან. ჩემმა ძველმა მეგობრებმა გამხვიეს შარში, რის გამოც მოხდა ჩემი დაჭერა. ცოტა ხნით იყავი ჩვენს სააკანში, მაგრამ ჩემთვის საკმარისია იმისათვის, რომ ეს წერილი მომეწერა და კიდევ კარგი მყავდა ძალიან კარგი მეგობრები და ოჯახი, რომლებმაც შეძლეს ჩემი უდანაშაულობის დამტკიცება და რაღაც პერიოდის მერე გამომიშვეს. ყველა იმ პატიმარს და აბსოლუტურად ყველა პატიმარს გამძლეობას გისურვებთ და გეტყვით იმას, რომ გამოვხვალთ ყველანი, ყველაფერი გქონდეთ ისე, როგორც თქვენ გინდათ, ვთვლი, რომ საკნის გარეთ ცხოვრება გრძელდება, არაფერი არ მთავრდება. ესე გახსენება დეტალებში არ მინდა, იმიტომ რომ ძალიან სულად მახსენდება, რადგან მასში მჭირდებოდა ჩემი ბევრი მეგობრის გვერდში დგომა, რის დროსაც თითქმის ყველა მეგობარმა მაქცია ზურგი და არ უნდათ პატიმარი გიორგი ნაზღედის სახელის გაგონება. ასე რომ ძმობილო, აქედან მხოლოდ ადამიანური თანადგომა თუ შევძე, ფურცელზე დაწერილი სიტყვები კი არასდროს იშლება. ასე რომ მამაცო, ჩემი თანადგომა შენ სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს. ძალიან იმოქმედა, რომ ადამიანი ისევ იქ არის ამდენი წლის მერე და ის ადამიანი წერს და ვახსოვარ ძალიან კარგად. ეს ძალიან დასაფასებელია, ხალხო ვერ აგიხსენებთ. შევეცდები, რომ თქვენი იმედები გავამართლო, შევეცდები, რომ მოვიქცე ღირსეულად, მოვიქცე კაცურად, ბოლომდე ეს თამაში მივიყვანო ისე, როგორც მაგ ჩაფიქრებული და როგორც თქვენ გულშემატკივრობ და იმედია გამარჯვები დავამთავრებ ამ პროექტს. ეხლა კი წავალ და დავიწყებ პასუხების გაცემას. გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს ვითამაშებთ ესეთ თამაშს. აი, აქ არის ჩაკვდები თამაში. ეს არის ჯამი. ამ ჯამში დოქი, ვაზა არის ჩაკვდილი, სახელები.
ხმარობა. ლიზა მომენტ. სახელები ყველა მოთამაშეს. ამოვიღებ სახელს. თქვათ მომიწია როიალი. ბობე. თუ მომიწევს როიალი, როიალს უსვამ 5 კითხვას გავიგეთ მომენტ. რა მომწმენელი ხარ? თქვენი თავი თუ მოგიწევთ, აბრუნებთ უკან. იმიტომ მე უნდა წყალი შემოვიტანო. მოიცა? ვინ გაქვს? მე ეხ გავგიჟდები. როიალი. გითხარით? მე დავიწყებ როიალს დავუსვავ კითხვებს. როიალ დავიწყოთ ძალიან ისეთი რთული კითხვებით, აი ამ კითხვებზე უჭირთ ხოლმე ადამიანებს პასუხის გაცემა და დავიწყოთ. პური გიყვარს? დაფიქრდი, კარგად დაფიქრდი როიალისა და მიხვდებიან მაყურებლები შენ. არა. როიალ, ნანო თუ არა რომ პრაიმ ჰაუსში ორჯერ შემოხვედი? არა. როიალ. ვიკავთ რომ გიყვარს თუ პრაიმ ჰაუსი? პრაიმ ჰაუსი. რა? როიალ. რა პრაიმ ჰაუსი ბიჭო რა? ეხლა ნახე კესოს კითხვები. ანი. კიოს მიმართ რამეს გრძნობ ისევ? არა. კაი. როგორ ფიქრობ პრაიმ ჰაუსს მოიგებ? გონია რომ მოვიგებ. ეხლა მე ამომივიდა ლიზა. ლიზა. ყველაზე მეტად აი რომელი ფილმი გიყვარს? ყველაზე მეტად მიყვარს 9:30 კვირა. ყველაზე მეტად ვინ გიყვარს ერთი ადამიანი პრაიმ ჰაუსში? პრაიმ ჰაუსში ერთი ადამიანი? პატრისია. ყველაზე მეტად მიყვარ ხარ ლიკ. რა დაგამახსოვრდა პრაიმ ჰაუსში? ბოსი რო გავხდი ორჯერ. პატრიკ, ვინ არის ადამიანი? ვინ იმსახურებს პრაიმ ჰაუსის მოგებას? ვაიო. როგორ გაინტერესებს ჩემი გემოვნებით თუ როგორ? შენი გემოვნებით. ჩემი გემოვნებით პრაიმ ჰაუსის მოგებას იმსახურებს ადამიანი. თუ ვინა დაახასიათე კონკრეტულად? რა პირა დავახასიათოთ, ახლა შემიმხედეთ ხოლმე. კაი, ანუ შენ. Yes. ჩემო პატრისია. გვითხრი შენი ადამიანის იდეალი. იცი რა, ეგრე ძალიან რთულია რომ გაიხსენო, მაგრამ ხა ვიზუალურად გეტყვით რომ ну აი ძალიან მომწონს და ხო იცით ვინც ბიონსე მიყვარს და თავარია რომ კონდეს ის რაღაცა ადამიანური საწყისი თვისებები, რაც მაგალითად არის რომ აი რაღაცა ხო ხდება რომ არ გაგწირავს და აფასებს რაღაცა ურთიერთობებს, აფასებს აი ყველაფერს რო აფასებენ და სხვადასხვა უყურებენ, აი მსგავსი ადამიანები არიან ჩემთვის მისაბაძები და მისაღებია ჩემო პატრისია. პროექტში მონაწილე კაცებიდან, რომელთან გექნებოდა ურთიერთობა, რომ არ კონდეს ანუ გამოსავალი რომ უნდა კონდეს რომელიღაცა ერთთან. ვისთან გეკნებოდა და სექსი? ქალვაჟური, ჩვეულებრივი. ეხლა ეგ. ქალვაჟური, სამეული. მოიწე ჯერ სამეული. კატოკე გახსოვს? ეგ იქნებოდა სამეულში? მოიწე სამეული, ჩქარა კესო. კუთიანი რო იყო ის. სამეული. იცი რა, ასაკიდან გამომდინარე შენ? ხო, აი ასაკიდან გამომდინარე კი. ძალიან დიდი მადლობა. და ვიზუალის ხოლოდ ასაკის გამო ხო ხდები გიოტა. ანუ პატარებთან ვერ მექნება ურთიო 20 წლის ბიჭთან რო ვერ მექნება. ვიზუალიცო შეძუკანა, რა ზაგდებ ჩორტებს. ვიზუალის კაი გოგო. შვილი გინდა? კი, ერთი. და რატო არ ყავს? არ ვარ მზად დედობისთვის მგონია. რატო არ ხარდათ? ანუ რა არ მიზანი? მთელი გადაცემა ჩამივარდება საღამოზე, ყველა კითხვა დაგდავს ხო? იმიტომ რომ მინდა რომ საუკეთესო დედა ვიყო შვილისთვის და ახლა კარგი, დანარჩენ საღამოს იხილავ ჩემ გადაცემაში, სადაც კესო იქნება ჩემი სტუმარი და ამ თემას უფრო მეტად გავშლით და გავარკვევთ, რატო არ არის მზად და რატო არ ფათაშევის კაი კითხვა იყო. ეს ის ყლაპია რო აქებთ ხოლმე? სანდომის ყლაპი უფრო გიყვარს თუ პიჩენია? მართლა მითხარ, გითხარ. კითხოს გეუბნევ, ეგეთი კითხვები დავსვი. სანდომის ყლაპი. იმიტომ რომ ძალიან გემრიელია. ვინ გოგოსთან გეკნებოდა ქალვაჟური ურთიერთობა მონაწილეებიდან რომ ვარდობული იყო რა ერჩიო ერთ. კითხვების გამეორება ზაბრად, ხო უნდა დასვა. ხო, რა სხვა რაღაც. აი, იღე. გესო თუ ანი? არა, ესე ჩამოვიდა. ეგრე. ჩემი აქ ერთადერთი მიუღწეველი ქალი არის კეთი.
არ მე რატომღაც მეგონა რომ ქეთის და მექნებოდა ყველაზე ახლო ურთიერთობა და ჩემთან რატომ მოხვედი მე? ჩემთან რატომ მოხვედი მე? ჩემს კი რატო? შენ დამაწყნარე. მე შენ კერჩი ვიგზენი სიფში და სად მაგბიჭო? კესო შენთვის რა არის სიყვარული? შენ გიორგი. ჰა? შენ. აი მე ხა ცუდად გავხდები. გავიარეს ჩვენ ეს სიყვარული. შენთვის რა არის? შენ. მე ხوار გამევლია გიო. მე ხوار გამევლია. ნუ იცით ესე ჩაციკლა მქალებმა. კაი, ანა შენთვის რა არის სიყვარული? ჩემთვის სიყვარული არის მუცელში პეპლები. აი ესე რაღაცნაირად ბედნიერი რო ხარ და რო გიხარია, რო გიყვარს და всё. მოკლედ მივდივართ დაწმიდის პარკში იმისათვის რომ ბავშვები ცოტათი დავაწყარო, დავამშვიდო და როგორ უხარეთ შეხედო ბავშვებო დაწმიდის პარკში მივდივართ. მოვიყვანეთ ჩემი ბაცაცუნები დაწმიდის პარკში იმისათვის რომ ცოტათი ენერგია დაახარჯონ სახში ცოტათი მშვიდად რო ვიყო ეს უფრო ადრე მინდა დაძინება და ვიფიქრე აქ დავღლი ამათ და სახში დაღლილებს ამოვყვან. აბა სად მოვიყვანეთ? სად დროის მანქანა რო კონდეს ხო გაარკვევდით სად მოვიყვანეთ ბავშვი? ყელები ჩაკიდეთ ერთმანეთს არ გამეკარდეთ. ეს გველის მაგარი გართობა. ბავშვებო, შედით მოიქეცით ისე როგორც მეკადრება მე. რო თქვა რომ გიორგის ხას ყველაზე კარგი ბავშვი. ეს ჩემი საყვარელი ატრაქციონი. აი დაიწყე შემდგომ, დაიწყე. შვილო არა მაქვს ფული, მაგდენი ფული არა მაქვს, წამოდი. მიგიდე. არა მაქვს მაგდენი. არა მაქვს მაგდენი. არა მაქვს. ნუ მაქვს. ატრაქციონების ფული მაქვს ხო? ატრაქციონები. მოიცა ლაბირინთი ყავჩენ. ლაბირინთი არა, საშინელებათა. ხო, საშინელებათა სახლში ჯერდა მე. საშინელებათა სახლში მოვედით. იმისათვის რომ ბავშვებმა შეაშინონ საშინელებათა მონსტრები. ჩემმა ბავშვებმა აქეთ უნდა შეაშინონ ისინი. მოკლედ გონია რომ მე უფრო მეტად შევაშინე. კესო რაღაცეებში. აი, ისე ხო ხედავ. გამოდით ბავშვებო. არ ჩამომჭეთ, მოდი. აბა ჯაჭვი არ გაწყვიტოთ. ეს შუაში ისეთი გაფუჭებული ხარ ეს ქერა ბავშვი, ისეთი ხელიდან არის ასული. გამარჯობა. დავდეგი. ამოვედით ამერიკულ თაზეს, სადაც ახლა ჩემ ბავშვებს გავაკატავებ ზოგი. ძალიან სუღლუტობენ და იმედია ყველა არ დაბრუნდება აქედან. დასყიდით ბავშვებო. დავიდა გულაობა. დაიმე. მოკლედ ყველანი გადავრჩით, ყველანი ცოცხლებად, სამწუხაროდ ყველანი ბრუნდებით, მე მეგონა რომელიმე კონკურენტ მაინც მოვიშორეთ, მაგრამ არაფერი არ გამომივიდა. პატრიკით კი ცოცხალია, შეხედე. ფერი კი დაკარგა ბავშვმა, მაგრამ მათ ცოცხალნა. მოკლედ ძალიან კარგი იყო. ძალიან მაგარი.
ჩემი ბავშვები ძალიან კარგად იქცევიან თარწმენის პარკში, ჯეჯობით არავის არ გვარცხვენენ, ყველა წესიერად იქცევა, მოგწონთ აკაურობა? მეტი ხმა მინდა. თქვენც მომღერალ. უფრო მეტი ენერგია. მიდი ათამაშე. მიდი როია, მე როგორც გასწავლე, როი, მიდი თეძო ამოაგდე, თეძო. გამეზარდნენ ბავშვები უკვე დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა, ზოგს გათხოვება უნდა, ზოგს სოლი. ესე მიდიან მე ხელიდან უკვე გარბიან. მოკლედ ჩემი ბავშვები მოვიყვანე ყველაზე საშიშ ატრაქციონზე და ბავშვები ეხლა რო ჩამოვლენ სხვა ბავშვები, მერე თქვენი დრომო არ შემარცხნოთ, გადაინაცვლეთ და წესიერად მოიქეცით. ესო როგორც კონკი ალბათ ჩაჯდება სად? იმაში. არა, გოგრაში. კესო ჩაჯდება გოგრაში. ანას უნდა ცხელზე. აქ არა. არა, შენ გოგრაში. არა. არა. როიალ შეჯდები მაგ. ვიზი შეძაჯდები. მე პატრიკთან. აი, გოგრაში ჩავჯდები. კაი, შეჯდები და როიალი გოგრაში. მოკლედ ბავშვები გადავანაწილე ბევრი ჭუბის შემდეგ, ვინ სადაც ჩაჯდება. აბა ბავშვებო. ბავშვებო, აბა შეძდება გადაინაცვლეთ თქვენი ადგილები. როიალ არ მოწყვეთ, როიალ. კაია, ბავშვებს ვაკატაებ. აი, მეორე მცდელობა როგორ მოვიშორო ფინალისტები. პირველი მცდელობა არ იყო წარმატებული, ეს არის მეორე მცდელობა, არ ვიცი, მეორე მცდელობა რა მომივიდა თუ არა, მაგრამ არის კიდე აქ ბევრი გასართობი, სადაც შეიძლება მესამე მცდელობით მოვიშორო. გაუჩერე, რაიმე ცუდათაურა, რაიმე დამატრიალა. მოკლედ მოვიყვანე ბოლო ატრაქციონზე ჩემი ბავშვები, მანქანებით უნდა ვიკატაოთ და დღეისათვის ეს გართობა ბავშვებო სრულდება და მივდივართ სახლში. დარვარ როლსროისში, დავარ ბუგატიში. მოკლედ ბევრ სხვადასხვა მანქანაში და გავიცი აქედან რომელი მომწონდება. ბაი, გამიჩენდე. One, two, three, man, you and me It's a game I like to play when I'm feeling sad. It's a game race. Don't you start till I count to three. I don't want you to go beat on me. Are you ready? Are you set? 1, 2, 3. It's a game race. დავით ახლა საჭიროა. ოპიო, მაინც შემარცხულებ. თქვენ გაწმინდა ჩვენ გვიყურება სამარცხულო. Winner. დიდი მადლობა. მოვედით. ძალიან გავერთეთ. ძალიან კარგი იყო გაწმინდის პარკში. რა ვჭამო? მოდი ნაგეცები დავყარო, სოსისი მოვხარდეთ. სულ გულს დავჭრით. ჩაიწერეს მეშე. სოსისი ყველას უნდა, ხო? Way that you trust me. Trust me. Oh, mama pretty. I love you like you do. I like to see me from your point of view. I wanna trust me. Trust me. You way that you trust me. Trust me. Ooh, mama pretty. I love you like me too. I like to see me from your point of view. Movita. What does it mean? თანამ საჭმელს ეცებით ვილოცოთ ყველა მეთად.
მადლობა ღმერთს რომ შევხვდით ერთად, რომ მოგვიწევს საშუალება რომ წარმატებულები ვიყოთ. ყველაფრისთვის მადლობა ამ საჭმელისთვის, რომელსაც მიორთოთ თქვენი სახელით. ძალიან დიდი მადლობა. ამენ. Pat Georgian Georgie's გაკეთებულს კონკურენტები რო არიან. ეგრეთ თქვა. Ku dietăzi are просто их игру чамă, мен телеграм не гордияло. ვიდი ახლა და ისე წესი არა ჩაიძვი ხო? კაი რა. არა, მართლა ყველა იცნობს და ნუკი ნახე როგორ მოვიდა? არ მინახა. ყველაზე სვეცკად არის ყველა ჩაცმა. მთელი ერთი კვირა იქნება, ესე იგი დაარეკვა და დამესიჯება. ინტერნეტში რა მეიწერება, კარგები თუ ცუდები, რას ურე ვერ გავიგებ. ნუ რა ვქნა, საშინელ კომენტარებს მიწერენ, უმიზეზოთ, რა გავაკეთო, ეხა რამეს ვაშავებ, არაფერს არ ვაშავებ. ხო, არავის არ ვეჩხუბები, არაფერს საჭმელს ვაკე რაღაც და მაინც მლანძღავენ. ბედნიერი ვარ, კიდე კაი ორი ვარ ისევე. ორჯერ რამდენჯერაც დავჯექი, იმდენჯერ ხალხის რჩეული გავხდი. ფაქტია, რომ რაღაცა გაშავება მიდის ჩემი ყველა გზებით. ყველაფერ მოძულე ვარ, ყველაფერ ბავშვს მოძულე, ქალთ მოძულე, კაცთ მოძულე, იმას რა ქვია, ხალხ მოძულე და ზოგადად აგრესორი და ხახნო ამ ხელას იზღს ვინც ანთხევთ, უბრალოდ ღმერთის გეშინოდეთ. რასაც გასცემთ, ის დაგიბრუნდებათ და თუ არ მოგწონვართ, შეგიძლიათ გადართოთ ან დაიკიდოთ. ჩემი რჩევა იქნება, რომ მხოლოდ სიყვარული გასცეთ ზოგადად. აღარ შევიძლია მე პირადად წაკითხვა, ეგეთი მყარი ფსიქიკა არ მაქვს, რომ წავიკითხო. თქვენ ხართ ბოროტების მანქანა. ესეთი რამ, რასაც ეხლა მე ვკითხულობ კომენტარ, რა ჩემო ოჯახს ჭირს. თქვენ გამო, თქვენი კომენტარები, რის გამო დავიმსახურე? ძალიან ნერვიულობ, იმიტომ რომ ეს ის მომენტი არ არის, რომ ეს პროსტა ლაივი იყოს რა. ანუ მინდა რომ არ ვიფიქრო, მაგრამ მოდის. ვინმე საერთოდ იცი 12 წლის გამო და ერთხელ რომ ცემეს შვილის გამო რომ ხმა არ მომეღო, მეორჯერ რომ ანუ მილიონი პრობლემა რო შემექმნა, ეს ამბავი ბოლომდე რომ მიმეყვანა. ვინმე საერთოდ რამე იცის? კესო! გამეშვით ხო რა ტვინი დამირნახე რეცე. არა, ყვეგიერი პროვოკაციებს. ის სპექტაკლი ღმერთო რა მარას მიხდება. არა. და უბრალოდ დამტკიცე რა ლაივზე და ეგ იქნება და ეგ. კესოს დაუძახო ერთი. კესო, რამდენ ხანში იქნები მზად? 10. კაი, მიდი გელოდები. ვითომ 12 წელი აი ხა გადავწყვიტე ჩემი შვილის ძებნა და რა იცი თქვენ 12 წელი მე რას ვაკეთებ? დედა ჩემი რომელიც გაუცებულია, შეშინებულია, თუნდაც არის იმის გამო, რომ აი ამდენი ზიზღი დავიმსახურე და რის გამო დავიმსახურე. ერთი რამ დაიმახსოვრეთ კარგად. გიორგი ნაზღაიძე აქამდე არ წაქცეულა, არ გამტყდარა და ჩემ გულშემატკივარს ვთხოვ, მოგიწოდებთ, გემუდარებით, აი ეს ზიზღი რომელიც არის ჩემი წინააღმდეგ დაწყებული, რომ დავამთავროთ, დამიდექით გვერდში. იმიტომ რომ ეხლა ჭირდება თქვენი ყველაზე მეტად გვერდში დგომა. რა შვები? წამო რა მალე რა, გადაცდა პირველ საათს. აუ თმა არაფერი არ გამიკეთებია ნორმალურად. ხო რა უშავს ბოშო? რა. არა, იმენა. კაია ძალიან. მართლა? ძალიან კაია. არ გამ იმპორტნი. სამო დავსვდეთ. მოგესალმებით ყველას, ეს არის გადაცემა ცოტა ემოციურად დამძიმეთ ვარ დღეს მიტყვი იმას, თუ გადაცემა არ წავიდა ისე როგორც არის საჭირო, მე მაპატიეთ, იმიტომ რომ დედა ჩემი არის ძალიან ცუდად დაუმსახურებლად ზოგ-ზოგ ერთი გულშემატკივარის აგრესიული SMS-ების გამო. და თუ რაღაცა ისე წავიდა, ჩემი ბრალი არა მაპატიეთ. მოკლედ ეს არის Prime House-ი გადაცემა, დღეს ჩემი სტუმარი არის კესო.
ადამიანი რომელთანაც ვერ მოვასწარეთ ინტერვიუს ჩაწერა, იმიტომ რომ ძალიან მალე წახვედი შენ სახლში. ხო. და ეხლა დაბრუნდი როგორც სტუმრის სტატუსით. იაპ. კაი, დავიწყოთ იმით, რომ რატომ დაბრუნდი პროექტში. იქიდან გამომდინარე, ორ კვირაში ვერ მოვახერხებდი საკუთარი თავის გამოვლენას. ეხლა მომეცა საშუალება. რატომ მანც არა, ანუ. და რა არის საკუთარი თავის გამოვლენაში რა გქონდა? ანუ აი სხვათა შორის აი დღეს მელაპარაკებდნენ ბიჭები რა. დილით ძალიან ესეთი ლაღაც იუმორით მივდექი ყოველას და კესო აქამდე სად იყავიო და ბიჭებს ვუთხარ რომ მე სულ ესეთი ვარ თქო რა. მაგებ შენ სულ მუდმივად იძახი რომ ძალიან საქმიანი ადამიანი ხარ, ვერ ჩერდები ერთ ადგილზე და კვირაში 2-3 სულ ფრენა გაქვს. ეხლა როგორ იქნება ეს ამბავი? შენ რო ანუ იცი რა არის იქიდან გამომდინარე რომ უბრალოდ მონაწილე ვარ და არა მოთამაშე. ანუ სანერვიულოდ მაინც და მაინც ბევრი არა მაქვს უბრალოდ თქვენთან ერთად ვიქნები, გაგამხნევებთ და მეტი არაფერი. კაი, მოდი დავიწყოთ თავიდან. პროექტში რატო შემოხვედი? სუსუ თავიდან. აი რა იყო შენი მიზანი ამ? მინდა და რომ ცნობილი გამხდარიყავ. რისთვის? უბრალოდ მაინტერესებს, ანუ ჩემს ცხოვრებას უყურებ როგორც ერთი დიდი ექსპერიმენტი და ყველაფერში მაინტერესებს საკუთარი თავი. და გამოვიდა ეგ ექსპერიმენტი. კი. და რა მოგიტანა ამ ექსპერიმენტმა? ხალხის დიდი სიყვარული. სხვათა შორის არ მეგონა თუ ესე მიმიღებდა ხალხი ჩემი განსხვავებულობის გამო, თუმცა მიმიღო და ასე თუ ისე შემიყვარა. პროექტში იყო ძალიან ბევრი გოგო. ვის თვლიდი ქალებში კონკურენტად, როგორც ვიზუალურად, ხო. ასევე როგორც მონაწილე, როგორც ძლიერი მონაწილე. არც ერთს. რატო? იმიტომ რომ მე ცოტა პირველ რიგში ყველას არ აღვიქვავ კონკურენტად ეს ერთი და მეორე ყველას საკუთარი გემოვნება აქვს, ხო? ჩემი გემოვნების ანუ ისეთ ქალებს როგორცაც მე კონკურენტები ცოტა სხვანაირი ქალები არიან. როგორი ქალები არიან? ცოტა ისეთები აი ქალები არიან თამაში. აი პროექტშიო დაგაბრუნა თავიდან. რა შეცვლიდი შენ თავში? თამაში. თამაში რომ ვიქნებოდი ესეთი როგორც ახლა ვარ. და ჩემთან დაიჭერდი ისე ურთიერთობას. იცი რა არის შენთან არც მე თავიდან ვაპირებდი დაჭერას ურთიერთობის, უბრალოდ ეს იყო ერთი კოცნა და ამ კოცნას მოყვა. ერთი კოცნას მოყვა ხო, მაგრამ ანუ აი რო ყოფილიყო ისევ. ჩემთვის კოცნა არ არის რაღაც ესეთი ემოციისა ჩვეულებრივი, რომ თან თამაშიდან გამომდინარე იყო ეს კოცნა და მე ამ ამბავს ცოტა სხვანაირად უყურებ, აი ან წარმოიდგინე რომ ცოტა კომედიურ ჭრილში ვგეტყვი რა, რომ ცოტა მარტივი გასაგები იყოს. ან წარმოიდგინე, გაქვს ერთი ღამის ურთიერთობა ადამიანთან რა. და ნუ გაერთეთ მთელი ამბები. იგივე ვანაისენდი და მეორე დღეს ეუნები იცი რა, მადლობა, ნახვამდული, კარგად იყავით, დაგირეკავ ალბათ. ანუ ეს ერთი კოცნა არ უნდა იყოს სიყვარული და ეს ანუ მომისმინე და უცებ შენი ერთი ღამის პარტნიორი ცდილობს ჭყალებში წენკის ჩადგმა შენთვის რაღაცა კონტროლს, წითელი საზღვრები, ისინი და ასე შემდეგ რა და ეხლა გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი მე და შენ ვიქნებ. ჩვენ მქონდა ფლირტი, ამას მე არ უარყოფ და არც შენ არ უარყოფ, რუსთავი არ დამოყოლებ, რომ ჩვენ რაღაცნაირად ხო, ჩვენ ფლირტი ქონდა, კი. და მე იყო კოცნა. მე ავედით ოთახში და რაღაცა ვიკამათით და მორჩა თქო რა, გითხარ დავიშალო თქო. და მე შენ ჩამოხვედი მეორე დღეს და კესომე დამჩაგრა. კესომე გამამიყენა და მიმაგდ მართლა გითხრა. აი მე გიო ეგრე იყო და მე ეს შენ გინდა რომ ეგრე იყოს. მე არა ეგრე იყო, ვიდეოები არსებობს, რომ კესომ გამომიყენა, არ მივცემ კესოს ჩემი გამოყენების უფლებას და მე შოკი მქონდა, რომ მეთქი ანუ მეთქი რა დავაშავე, უბრალოდ ერთი ღამე გავერთე და ანუ გეშლება. გიო. ეგრე. შენ ყველაფერი დრამატ აქცია სამწუხაროდ. და ანუ მეც ვეღარ გამოვხატე რა, ანუ ვერც გეუნებოდი იცი რა, რომ ანუ მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა რომ შენ იყავი გაბუტული და კედლისკენ შენ იწექი ვიდრე მე. მე ჩემ ოთახში თავისუფლად ვიწექი. უბრალოდ ვაიგნორებდი სიტუაციას. კარგი, აღარ ჩაუღრმავდეთ ამ ამბავს. რო დაგაბრუნა პროექტში პირველი დღიდან. იაპ. ვინ იქნებოდა ის მამაკაცი, ვისთანაც გააბავდი ურთიერთობას? შენთან. ისევ ჩემ. ყველაფრის მიუხედავთ მაინც ჩემთან. და რატო? და ტანჯვის გამო? არა ხომ. რატომ და ჯერ ასაკით ესეთი ყველას დიდი ხარ და თან ვიზუალით ჩემ გემოვნებაში ჯდები. დიდი მადლობა. კი. და სტილი. კაი.
მოდი გადავიდეთ ჩვენ ვეხებით ოჯახს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა მონაწილე გავიგოთ პროექტს გარეთ როგორი არის, როგორი ცხოვრება აქვს, იმიტომ რომ რაღაცა ყველა შენ რო გიყურებს გონიათ რომ ერთი ქერათმიანი უდარდელი ქარაფშუტა ხალი ხარ. ცუდი გაგებით არ, ნუ ესე მაგრამ ჩვენ რაღაცები ვიცით. ხო. ძად ხარ რაღაცები რომ მოგვიყვე? არა. ნუ მაინც ცოტა მაინც. ამიტირო. ისედო მაყურებელს აინტერესებს ძალიან. და მე ვთვლი რომ აქ უნდა იყოს ყველა ისეთი. ოკეი. ამ გადაცემაში ყველა ადამიანი ყვება თავის რეალურ ამბავს, იმიტომ რომ მაყურებელმა დაინახოს ერთი და მიხვდეს რომ ზედმეტად სხვის ცხოვრებაში არასწორად არ უნდა შევიდნენ. არის ზღვარი, წითელი ხაზები. არც იციან საერთოდ რასთან არის დაკავშირებული. მოდი, ისე დავიწყოთ. ნელ-ნელა დავიწყოთ. აი მე არ მინდა თქო რა. მოდი ერთხელ მოყავი, დაიცალე. იქნება არის ქვეყანაში ისეთი ხალხი, რომელსაც ჭირდება ეს შენი ფრაზები. იქნება არიან ადამიანები, რომლებიც აი სიბოროტით, რომელსაც ჩვენს მიმართ წერენ, ჩვენ მონაწილეების მიმართ. იქნება ცოტათი მაინც შეცვალო. იქნება ცოტათი მაინც სინანულის გზნობა გაუჩნდეთ. შეიძლება ხალხი იყოს იგივე სიტუაციაში, რაც შემიყავი ადრე და მაგათვის აი როგორ უნდა ნუაძა. თუ არ უნდა ხოლმე. არ გინდა? აი, დავიწყოთ. იმედი მოიყვა. всё, დავიკიდოთ. არ მშობლებს არ დავივიწყეთ. მე აღვნიშნავ ერთ რაღაცას დავამატე, ბარემ აქვე თქვენ საუბრობთ ჩემ შვილზე, ისე როგორც გეგონა იცნობთ ჩემ შვილს, იცით რა გამიკეთებია 12 წლის განმავლობაში და ერთი ემოციური აფეთქება ნასვამზე, გულში რაც მომივიდა, ოდესაც ზედმეტი მომივიდა სასმელი, არ მაპატიეთ, გადამიარეთ, გამთელეთ მე, ჩემი შვილი, ჩემი ოჯახი და ყველაფერი რაც მქონდა ღირსეული და ფასეული ჩემ ცხოვრებაში. თქვენ რა იცით მე 12 წელი ჩემ შულზე როგორ ვიბრძოლე, თქვენ რა იცით მე რა გადავიტანე, რა გადამაქვს და რა მომსვლი ამ ამბის გამო. კაი. კესოს გული თავისუფალია მაყურებლისთვის რო ვიცოდეთ. ვიცი რა არ ვარ ურთიერთობისთვის მზად, ანუ არ მინდა სერიოზული ურთიერთობა და თუ გამოჩნდება ადამიანი რომელიც მე მომეწონება უნდა იყოს აი ისეთი ვიწერთ კალამი ფურცელი გუში ხო თქვი აი ცი როგორი უნდა იყოს იმდენად კარგი რომ მართლა მომდეს მასთან სიყვარული უნდა იყოს რა იმიტომ რომ მე თვითონ ისე მიყვარს ჩემი თავი სუდი ნამდვილად არ მინდა ჩემთვის უკვე ნახევარფინალში ვარ დასახელება აღარ არის მოდი შაბათი დღე ხო შენი აზრით ამ შაბათს ვინ დატოვებს პროექტს? ფიქრობ, რომ ალბათ პატრიკი იქნება შემდეგი. ვინ წავა სახში? წავა სახში. სამწუხაროდ. ვიცი. რას მეყურებ? შენი აზრით, ყველა მონაწილე რო დავაბრუნოთ რა წარმოსახვაში. ხო. ვინ უნდა ყოფილიყო 3 ნახევარფინალისტი? შენ იმიტომ რომ ძალიან ბევრი იბრძოლა. ყველაზე მეტი შრომა შენი ჩანდა აი ამ პროექტში ფაქტიურად რაღაცა პერიოდი მეკონა რომ მარტო შენ ათრევდი შოუს. ოღონდ მართლა. ძალიან დიდი მადლობა. კი, აი ყველა ამბობდა რომ აი გიო ვაკეთებს ყველაფერს და ასე შენ. ანაზეც იგივეს ვიტყვი. შენ, ანა და ალბათ მე. ჩვენ გვაქვს ესეთი ერთი კითხვა, ბოლო ესეთი, ერთი სურვილი. ხო. on სურვილი რომელშიც შეგიძლია ყველაფერი. ყველა რაღაცა თავისას იძახის. ყველას თავის ტკივილი აქვს, ყველა თავის ტკივილის მიმართულებით იძახის. არაფერს არ შევცვლდი საერთოდ. ყველაფერს არავის არ შევცვლდი. იმიტომ რომ აი შეცდომებმა თუ რაღაცა წარსულმა მომიყვანა აქამდე და არაფერს არ შევცვლდი საერთოდ. ეს არის Prime House-ი, ეს იყო კესო, ეს არიან მონაწილეები, გემშვიდობები, შემდეგი სტუმარი იქნება კესარია, რომელიც არის ჩვენი წამყვანი. მეგობრებო, ეხლა მე ვემზადები მასაჟისთვის, რომელიც ანამ დღეს შემომთავაზა და რა თქმა უნდა, ამ შანს ხელიდან არ გავუშვებ, იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს როგორ გამოსდის ანას ეს ყოველივე. გამიშალა ფეხები. თავის ხოდატაკი. თავს ვერგზნა. კარგად, შენი უნდა.
Wingardium Leviosa. აი. შენი გადმოსახედიდან. რომელი Prime House-ელი მოიგებს Prime House-ის პროექტს? ოპა. ეხა სამნი იმდენად თანაბარი ძალებით იბრძვით. შენ ძალიან დიდი გულშემატკივრების არმია გყავს. გიორგისაც უდიდესი გულშემატკივრების არმია ყავს. შენი გვირგვინოსნები. პატრიკს დღეს გადავხედე Facebook-ის კომენტარებს ძალიან ბევრი გულშემატკივრობდა. იმასაც თავისი არმია ყავს. მოკლედ, რა ვიცი, ძალიან ძლიერები ხართ სამნივე. ვერ ვიტყვი, ეხა რო თქვა ის გაიმარჯვებს თქო შეიძლება. მაგრამ სიმართლე გითხრა, მე რატომღაც ვფიქრობ, რომ ბევრ ნათესავზე უფრო მეტი იციან ჩემზე, ჩემმა გვირგვინოსნებმა და ჩემზე უფრო მეტი იციან ვიდრე მე. იმდენად ცუდად არიან, რომ ესე მგონია, რომ სულ დიდი ხანია რომ ვიცნობდი ამ ხალხს. აი, რო შემოდიოდი. როგორი განწყობა ქონდა Prime House-ში, რა გეგონა, რა იქნებოდა, როგორ დახვდებოდით? მე მეგონა რომ შემოვდიოდი აი ბრძოლის ველზე, არ ვიცნობ ადამიანებს ვაფშე. აი აქ ძალიან ბევრი ტიპის ადამიანი შემოდიოდა და ჩამოწია ხელები. და ამიტომ მეშინოდა, თუმცა ეხლა ხვდები რომ არაფერი საშიში არ იყო. ყველაფერი და ყველა ტიპის ადამიანთან შემიძლია ვიმეგობრო. შენი აზრით. ეხლა რო შემოვიდა ჩვენთან პროექტში კესო. ხო. გიორგი უფრო ბედნიერია? უფრო ბედნიერს ვერ ვიტყოდი, უფრო სიტუაცია უფრო ხალისიანი იმ მხრივ, რომ რაღაცა მრავალფეროვნება, თორე ეს როგორც ასეთი გიორგი უფრო ბედნიერია თქო, ვერ ვიტყოდი ახლა იმ ფაქტით, რომ კესო შემოვიდა. შენი აზრით გიო შენი დანახვა უფრო გაუხარდა თუ კესოს? აი მე რა გითხრა. არ ვიცი ხა ესე, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი ძალიან მეგობრული და ესეთი ადამიანია, ბოლოს და ბოლოს ტყუპებია ჰოროსკოპით და ზოგადად მეგობრულია და უყვარს თავისი მეგობრები. გაუხარდა ორივეს მოსვლა. რა დატოვებ პროექტი? რას ფიქრობდი მაშინ აი მაგალითად ჩემზე? ცოტა ნაწყენი ვიყავი მაშინ განვითარებული მოვლენებით, როგორც აიწყო ყველაფერი ერთმანეთს, თუმცა ვფიქრობ, რომ არაფერი ისეთ საგანგაშო და ეხლა რას ვფიქრობ ჩემზე? რას ვფიქრობ და კარგი ადამიანი ხარ, ამას ვფიქრობ. ეს იმიტომ რომ შენ ძალიან გიყვარს Prime House-ი, ხო? მე იმდენად მიყვარს Prime House-ი, ეხლა 11 დღეში რომ თავრდება, რომელზე ვინერვიულო ეს? აუთსაიდერის სკამზე რომ ვიждები თუ? ხო. რო უნდა დამთავრდეს, ეს აღარ ვიცი. მე Prime House-ში 11 დღეში დავამთავრებ ჩემს ზღაპარს. ლიზა. როგორ მოგეწონა ჩვენი პროცედურა და ჩვენი საუბარი, ну ცოტა პროცედურაში საუბარი არ მოსული თემაა, მაგრამ შეგაწუხე. მაგრამ მე მგონი რომ ასე თუ ისე რაღაცნაირად შემიფასებ დღევანდელ პირველ რიგში აღნიშნავ, რომ ანას აქვს უმაგრესი ხელი, რომ მიკეთებდა მასერს იმდათ ჰიპნოზში ვყავდი, რომ ვილაპარაკე, იმის ლაპარაკი, რაც მინდოდა, არ მინდოდა, თავისი წამოვიდა მოკლედ, ეს არის ჩვეულებრივი ჰიპნოზი. და ხახნო არენდოს. მოკლედ მონაწილეებს ვეთყოდი, რომ აუცილებლად ეს უნდა გამოსცადოთ ხახნო. ძალიან მომეწონა ანა მართლა. აი ეხლაც მეტარებაში. ძალიან მაგარი ხელი აქვს და შემოფასე პასკულაზე. შემოფასე? კი. მართლაც, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი პირველი მასაჟი. ვაიმე. From Halakania. Merdvicimo. Vay me!
ვინ კივი? მანი გველი ნახეს? რა მოხდა? კესო კივის. აგაო? ვიღაც ნახა ალბათ. ობობა. მოკლედ კალია კი გავაგდე, მაგრამ ახლა კარები დაიხურა. ანუ კარები დავხურა. და ძალიან ცხელა ახლა შიგნით. ანუ კარებს ვერ ვაღავებ, იმიტომ რომ კალია ისევ შემოხტება. ამენაირად იქიდან უნდა გავაგდო, რომ კარები ღია დავდო. ვაიმე, აგარი. ბიჭებს ხო არ უთხრა. უნდა უთხრა თორე შანსი არა. კესო რა ხდება, კესო? გამოდი აივანზე. სამომო ვნახოთ. ხო. კალია ხტუნაობს იქითაკეთ? ოთახში ხტუნაობს იქითაკეთ? არა. ზაზა. საწყოლის პირდაპირ ცოცხლით. ანუ აი ანუ კალია სად არის ეგ მითხარი? აი მან პირდაპირ. ყვითელი კარდის და. აი აგ რომხევა. ეს რამხევა კალია და რა იგზის შავი მაზე, კარზე. რამხევა. ეს შო. მიდი მოხალ. იყო და არა იყო რა. დაბოჭკით. სუნი აქტაზე. გუშინ ძალიან მთვრალზე ნერვული მქონდა ეს ტირილი თუ რაღაცა, შვილთან მიმართებაში რაღაცაზე და აი ამას მოყვა. ხო, მაგრამ მე ლანძღარაზე ანუ რამე მოხდა აი შეაფერისტო შენი დედა შენ ეხლა ეძებ შვილს შენი შვილის შენ შვილის ღირსი არ აი ეს არის აი ესე აწყობილი აი ესე რო ვიცოდი შენ ახ თავსაც უდევდი ხო გახსოვთ რა მთვრალი ვიყავი ეხა ფოტოს ხო არ დავდებ რა მთვრალი ვიყავი რა მახსოვს რას ვაკეთებდი გუშინ ოთახში არც მახსოვს ჯინოში იკითხოთ რა თმინდა ჯი ფოტო ხო გაჩვენე ეხა იქ სად მაგაზე არის მთელი ამბავი მაგაზე არის როგორი ანუ საბაბი მიეცათ ეხლა რითი უნდა რა რო დათვერი რო ისა თუ რომ თავს აცოდებ და მაყურებას რომ მოიგოს პროექტი ხომ ეხლა მე ზუსტად ვიცი ჩემზე რაც ხდება ეგ არის საინფორმაციო ჩემს წინამდე ბრძოლა აი ჩვეულებრივად თუ ძირი გამომითხარო ჯერ მე ვიტირე რა შენი საქმე ეგ ოთახში ვიტირე რა შენი საქმე მაგით უნდა მაგინო და მაგის გამო რა გითხრეს რო იტირე ეხლა რეები არ მითხრეს არის ხვალ და იქ რა გავაკეთო არ ვიცი კუნძივით დავждე ვიждე კუნძივით და მე ვნახოთ რას დაწერენ ჩემზე აი ვაფშე არაფერი არ გავაკეთო საერთოდ არაფერი დე ჩემი ძახსო 20 წელიაო ჩემ შვილზე აი ესეთი ზიზღი რაც აი ხა არისო ვერ გავიგე რატო არისო რითი დაიმსა მარტო რითი და კითხვა მაქვს მარტო რითი დამსახურე მესმის როცა ისეთი რთული მომენტია შენთვის ოჯახიდან გამომდინარე მაგრამ პირიქით უფრო სახა დავშეხედე სამართალს ნუ ვეძებთ აი მაგას არა მე ყოველთვის ვიცი რომ სიბოროტეზე სიკეთე იმარჯვებს ყოველთვის დავიძინოთ დრო რა კიდე შოკოლადი გინდა? გეყოფ ხამდენი შოკოლადი ამ დროს როგორ შეიძლება? წამო დავიძინოთ. წავედი დავიძინოთ. ძილი დრო.